რა არის ვირთხების რბოლა? როგორ გამოვედი მე ვირთხების რბოლიდან, როგორ გამოხვიდეთ თქვენ და რა ხდება საერთოდ ამ რბოლის მიღმა, როგორია სამყარო და როგორია ცხოვრება. მინდა რომ დღევანდელი ვიდეო მიუძღვნა ამ საკითხს, რომელიც ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც დასავლურ ან ეკონომიკურად და სოციალურად ძლიერ ქვეყნებში უფრო მეტი ადამიანი გამოდის ამ რბოლიდან და ცხოვრობს თავისუფალი ცხოვრებით, რამდენადაც ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია და აქ არ გულისხმობ მე თავისუფლებაში ისეთ თავისუფლებას, სადაც ჩვენი თავისუფლებით ვზღუდავთ სხვას, არამედ უბრალოდ სისტემიდან და მატრიციდან რამდენადაც შესაძლებელია თავისუფალ ცხოვრებას. მე ვარ ელენე, ეს არის არხი Reverse Monday. თუ გაინტერესებთ მსგავსი თემები და ზოგადად მიმდებარე თემები და როგორ ვიცხოვროთ დოვლათიანი სიუხვით სავსე კარგი ცხოვრებით, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი არხი და გაუზიაროთ თქვენს მეგობრებსაც. რა არის ვირთხების რბოლა? ვირთხების რბოლას ვფიქრობ ესეთი რაღაცა ოფიციალური დეფინიცია არ აქვს, იმიტომ რომ არის უფრო მეტაფორული სახელი და გულისხმობს ისეთ ცხოვრებას, როგორიც იცხოვრა მთელმა საქართველომ და საქართველოც არ არის გამონაკლისი, სხვა ქვეყნებშიც არის იგივე სისტემა, ხო? იბადება ბავშვი, ხდება 3 წლის, მიდის ბაღში, სკოლაში, მერე უნივერსიტეტში, მოკლედ ხდება მისი მოშინაურება იმისთვის, რომ იყოს კარგი მუშა ხელი და მუშა ხელს მარტო ფიზიკურ შრომაზე არ გულისხმობ. ჩემი აზრით, მუშა ხელი არის ისიც, ვინც ოფისში კომპიუტერთან მუშაობს, იქიდან გამომდინარე, რომ თავისუფალი ნება ფაქტობრივად არის წართმეული და იძულებულია, რომ როგორც გამოზარდეს, რა პროფესიაც ჩააწვეთეს და ესე ვთქვათ, უთხრეს პირდაპირ ან ირიბად, რომ ის უნდა გამოსულიყო, ჩემ შემთხვევაში ეგრე იყო, ეგ არჩი. ანუ ჩვენ რეალურად სადღაც 3-4 წლის ასაკიდან ვებმებით ვირთხების რბოლაში და 18 წლამდე ხდება ჩვენი მომზადება იმისთვის, რომ შემდეგ მოვემსახუროთ საჯარო სფეროს, კერძო სფეროს, დიდ კორპორაციებს, ქარხნებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ და არა მარტო მე, ბევრი ადამიანი, რომელიც ესე ვთქვათ უკვე გამოვიდა ან რბოლიდან, ან უნდა რომ გამოვიდეს, ადამიანი არ არის დაბადებული იმისთვის, რომ იმუშაოს ორშაბათიდან პარასკევამდე 9-დან 9-მდე, ჩემ შემთხვევაში ასე იყო, შაბათსაც მუშაობდი, ან თუ გინდათ თქვათ უფრო სტანდარტული სამსახური 9-დან 6-მდე, სხვისი მიზნებისთვის, იმისთვის, რომ ქონდეს ყოველთვიური ერთნაირი უსაფრთხო მისთვის ხელფასი და არ განახორციელოს ის მისია, რა მისიითაც დაიბადა. მე ღრმად მჯერა ამისი და ვფიქრობ, რომ რამდენი ადამიანის არის დედამიწაზე, იმდენი ბიზნესი შეიძლება არსებობდეს ისე, რომ ყველა იყოს წარმატებული ამ თავის ბიზნესში, რადგან უამრავი საჭიროება დგას არა მარტო ადამიანებისთვის, ბუნებისთვის, ცხოველებისთვის, წყლისთვის, ზღვისთვის, ასე შემდეგ, რისი მოგვარება შეუძლიათ ადამიანებს, ასე ვთქვათ, ცალ-ცალკე ბიზნესების სახით და შეიძლება რომ გაერთიანდნენ რამდენიმე ადამიანის ერთი ბიზნეს idei-ის ირგვლივ. მე როგორც თქვენ ალბათ ვინც ამ არხს უყურებთ, ეს 3 წლიდან, ანუ გაუცნობიერებლად არჩევნის გარეშე, იმიტომ რომ ჩემ მშობლებსაც ეგონათ და შეიძლება დღემდე გონიათ, რომ ეს იყო უსაფრთხო გზა, რომ მე მქონოდა უსაფრთხო მომავალი, ჩავები ამ ვირთხების ბოლოში და 18 წლის ასაკში უნივერსიტეტში ჩავაბარე არა ჩემ მიერ არჩეულ ფაკულტეტზე, იმიტომ რომ მე ვიყავი მოცეკვავე და არანაირი კავშირი არ მქონდა იურიდიულთან. მოკლედ გავხდი იურისტი 4 წელი, ესეთი რაღაცა გამოწვრთობა მიდიოდა, დავიწროვება აზროვნების და არა გაფართოება, ძალიან ესე ვთქვათ ვიწრო სპეციალიზაცია და
რაღაცა უკვე 22 წლის ასაკში ვიყავი აი მზად რომ ვირთხების ბოლოში ყოფილიყავი მოწინავე კარიერისტი. ვირთხები არიან ამ შემთხვევაში ადამიანები, რომლებიც არიან ერთმანეთში კონკურენციაში ჩაბმულები, ერთმანეთთან კონკურენციაში არის შუღლი, არის წინსვლა და ნუ რაღაცა აი ესე ვთქვათ არის წითელი ოკეანე, სადაც ჩვენ ვიბრძვით ხელფასისთვის, ბონუსისთვის, დაწინაურებისთვის, ახალი პოზიციისთვის, ვაკანსიისთვის, არ ვიცი, სხვა კომპანიისთვის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამ ვირთხების ბოლოში, რასაც ქვია კარიერა და კარიერისტობა ვიყავი 33 წლის ჩათვლით. ანუ ნუ 15 წელი დავხარჯა იმისთვის, რომ ეს საფეხურები ამეარა, მიმეღწია წარმატებისთვის, მაშინდელი ჩემი გაგებით რაც იყო წარმატება საზოგადოებისგან მოწოდებული და წარმატებული მოკლედ ბოლელი ვიყავი, ოღონდ ვირთხების ბოლოში და არა რამე უკეთეს ბოლოში. და მე მოკლედ გამოვედი ამ ვირთხების ბოლიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ მე თუ გამოვედი და მე თუ გამოვედი, სხვათა შორის ჩემთვის ინსპირაცია იყვნენ სხვა ადამიანები, ვინც გამოვიდნენ. სამწუხაროდ მაშინ არ მქონდა წვდომა და დიდად ეხლაც არ ვიცი საქართველოში რა ხდება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ კონტენტი არიდება ამ საკითხზე, ნუ ინგლისურენოვან და რუსულენოვან, ესე ვთქვათ, სივრცეში იყო ეს ძალიან აქტუალური და ეხლა კიდევ უფრო აქტუალური თემაა, რომ ადამიანი გამოვიდეს სისტემიდან, სისტემის მიღმა იცხოვროს და სისტემა გამოიყენოს იმ ნაწილში, რა ნაწილშიც არის მისთვის სასარგებლო და იყოს თუნდაც უკეთესი მოქალაქე. ვირთხების ბოლიდან და სისტემიდან გამოსვლა არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცა პროტესტანტები ვართ და არაფერი არ მოგწონს და უარს ვამბობთ ყველაფერზე. პირიქით, მე თუ მკითხავ, უფრო მეც ვქმნით, უფრო მეტი სარგებელი მოგვაქვს საკუთარი თავისთვის, შესაბამისად ქვეყნისთვის და დედამიწისთვის, ხო? და იყო ინსპირაცია, ანუ ბევრი ვიდეო ნახე ამაზე, სტატია, როგორ დაანებეს თავი, სამსახურს შეიცვალეს პროფესია და ნუ მეც მომეცა გამბედაობა და პლუს მივხვდი, რომ აი ჩემთვის იდეალური საოცნებო სამსახური, რაც იყო კარიერის დასაწყისში, რომ მივედი მაგ საფეხურზე, არ აღმოჩნდა ის იდეალური და საოცნება ჩემთვის, ესე ვთქვათ, საკმარისი მეტი მინდოდა, მისიონერობა მინდოდა და რაღაცა მისიის შესრულება, მასშტაბურად ხალხის დახმარება. სხვათა შორის, რაც ვირთხების ბოლიდან გამოვედი, მაგ მისიონერებამაც იყო, იმიტომ რომ მივხვდი, რომ უბრალოდ ყოფნა და უბრალოდ ის, რომ ცოცხალი ვარ და ჩემი სხეული არის ამ დედამიწაზე, ეგეც საკმარისია, თუმცა სარგებელს ვფიქრობ, რომ გავცემ და ვქმნი, მაგრამ არ არის ეს ჩემთვის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩავთვალო, რომ რაღაცა ესე ვთქვათ, კარგი ადამიანი ვარ, ან წარმატებული ვარ, ან არ ვარ. ესეც ვფიქრობ, რომ ვირთხების ბოლის სტანდარტებიდან მომყვებოდა, რომ აი აუცილებლად რაღაცას უნდა ვქმნიდე, რომ გამოვედი იქიდან. ეხლა ჩემი სივრცე უნდა შევქმნე, სადაც შევქმნი იგივე რაოდენობის საათებს ვიმუშავებ, ჩემი მიზნებისთვის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც თუ მომინდება გავაკეთებ, მაგრამ აღარ არის, ესე ვთქვათ, ჩემთვის რაღაცა იძულებითი საარსებო პირობა. ვირთხების ბოლიდან გამოსვლა, ჩემი აზრით, შეუძლებელია, თუ არ შეცვალე შენი ცხოვრების სტილი, თუ არ გადახედე, რა სტანდარტები გაქვს, რა ღირებულებები გაქვს, ღირებულებებთან დაკავშირებით ძალიან კარგი სავარჯიშო არსებობს, რომელიც არაერთხელ გამიჟღერებია ამ არხზე და თუ გინდათ დამიწერეთ კომენტარებში ან ინსტაგრამზე მომწერეთ და გამოგიგზავნით და მოკლედ უნდა დაადგინოთ რა არის თქვენი ცხოვრების კომპასი, ანუ ღირებულებები. ამ ღირებულებების მიხედვით დაგეგმოთ თქვენი ცხოვრების დიზაინი, შემოიტანოთ სიცხადე, სამოქმედო გეგმა, სტრატეგია, რასაც მოყვება შემდეგ მოქმედება, უпростоრად ჯერ გამბედაობა და მერე მოქმედება. ანუ ვირთხების ბოლიდან გამოვედი ფინანსურად სტაბილური
ძალიან შემცირებული ვალდებულებებით, ისეთით, რომელიც, პირდაპირ ვიტყვი, ერთი იპოთეკა მაქვს დარჩენილი, რომელიც გაქირავებულია და თავის თავს იხდის მაგალითად, ხო? დანარჩენი რაც რამე მაწვებოდა ზურგზე ისე, რომ ყოველთვიურად უნდა ყოფილიყო ჩემი ხარჯი, გავყიდე, ან უარი ვთქვი, რაღაცა უაზრო შოპინგზე, ონლაინ, ფიზიკურად, ეს ნივთი მინდა, ის ნივთი მინდა და ბევრად შეიცვალა ჩემი ცხოვრების სტანდარტი და ხარისხი და შეიძლება ბევრად ნაკლებს ვშოპინგობ, მაგრამ ჩემი ცხოვრების ხარისხი ბევრად მაღალია, ვიდრე იმ ელენესი, რომელიც იყო მაღალი კორტიზოლით, დასტრესილი, რაღაც სულ ერთი იყო ყველაფერი და ტანსაცმლით და რაღაც ნივთებით ივსებდა ამ ემოციურ დანაკლის. ანუ ფინანსური სტაბილურობა, გამორკვევა, შემდეგ გამბედაობა და მოქმედება არის საჭირო იმისთვის, რომ გაარღვიოთ სტაგნაციის და დაბერების, სულის, გონების და სხეულის წინასწარი და ადრეული დაბერების ციკლი, რაც არის შემდეგი, რომ ადამიანი დაიბადა, მერე წავიდა ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში, იმუშავა, დაელოდა ესე ვთქვათ, საპენსიო ასაკს და გავიდა პენსიაზე და საქართველოში პენსიონერობა რასაც ნიშნავს თუ წინასწარ არ დაგეგმეთ, ალბათ კარგად იცით, ხო? არ არის ადამიანი ამისთვის დაბადებული. ადამიანი დაიბადა იმისთვის, რომ თუ უნდა პენსიაზე იყოს 12 წლის ასაკიდან და თუ უნდა პენსიაზე არ იყოს 112 წლის ასაკშიც. დამოკიდებულია იმაზე, იპოვის თუ არა თავის საქმეს, უნდა თუ არა საერთოდ რომ საქმე აკეთოს და რა ტიპის ცხოვრება უნდა. ნამდვილად ჩემი ხარჯები შემცირდა, მე ვერ ვიტყვი, რომ იგივე ხარჯი მაქვს და იგივე ფუფუნების საგნებს ვყიდულობ, როცა ვიყავი მაგალითად კორპორატიულ სამყაროში, იმიტომ რომ იქ გარანტირებული ხელფასი მქონდა, გარანტირებული ბონუსი მქონდა, სხვა ბენეფიტები მქონდა. მოკლედ ვიცოდი, რომ ამ თვეში რომ დამთავრდება და ვიყიდი ამ რაღაცებს, შემდეგ თვეშიც იმდენი იქნებოდა მეტი თუ არა, ხო? შეიძლება დაწინაურება ყოფილიყო და ან სხვა სამსახურში გადასვლა. ეხლა აღარ ვარ ეგეთი უაზრო მხარჯველი და ძალიან მიხარია და ვგრძნობ თავს ბევრად თავისუფლად და მე ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრების სტილის ცვლილება პირდაპირ, ესე ვთქვათ, ითარგმნება იმაში, რომ ჩემი ცხოვრების ხარისხი არის გაუმჯობესებული. ეხლა რა ხდება ვირთხების რბოლის მიღმა. ანუ მიღმა პირველი ვიცაუბრეთ რა არის, შემდეგ როგორ გამოვედი და როგორ შეგიძლიათ გამოხვიდეთ თქვენც. ესე რაღაც დაწერილ ფორმულას ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ თქვენი, ესე ვთქვათ, ინდივიდუალური кейსი გაქვთ და მე ჩემი ინდივიდუალური кейსი მქონდა, რაც გაგიზიარეთ. და მესამე არის რა ხდება ვირთხების რბოლის მიღმა. ვირთხების რბოლის მიღმა ჩემი გამოცდილებით, თუმცა ეს არის ჩემი გამოცდილება და სხვა შეიძლება ქონდეს ამისგან განსხვავებული ან მსგავსი გამოცდილება, არის ნაკადში ცხოვრება, ლივლივი, საკუთარი თავის სიყვარული, თვითკმარობა, საკუთარი თავის ნდობა, სამყაროს ნდობა, ხარისხიანი ცხოვრება, თავისუფლება და თავისუფლება. ის რომ შენ დილით აღარ გაღვიძებს, მაღვიძარა, ის რომ შენ ღამე აღარ ფიქრობ შენი სამსახურის პრობლემაზე და პრობლემასთან და გამოწვევაზე ფიქრზე არ მაქვს იმდენად, ესე ვთქვათ, პრობლემა რამდენადაც იმაზე, რომ შენ ფიქრობ პრობლემებზე, რომლებიც არ არის რეალურად შენი პრობლემები, არამედ არის შენი სამსახურის პრობლემები და შენ ამ პრობლემებზე იფიქრებ თუ არა, შენი ხელფასი არ იცვლება, უბრალოდ შენი ნერვული სისტემა ინგრევა და შესაბამისად მიყვება ამას ჯანმრთელობა და ნამდვილად ჯანმრთელობაზე ძვირფასი სიცოცხლის მერე არაფერი არ გვაქვს, ხო? ანუ ეს ყველაფერი მიდის კორტიზოლით ჩამოდის ქვემოთ, შენი ცხოვრება არის ჰარმონიული, სინქრონიზებული ბუნებასთან ან ქალაქის ცხოვრებასთან, სხვათა შორის ამაზეც ვიტყვი, რომ რაც ვირთხების რბოლიდან გამოვედი, მნიშვნელოვნად შემცირდა ჩემი ქალაქში ყოფნის საჭიროება და სურვილიც, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ ვიცხოვრო თბილისის ცენტრში ან არ ვიცი, გარეუბანში არ აქვს მნიშვნელობა.
არც სხვა რაიმე ქალაქში ბოლო 2 წელი რაც პანამაში არ ვმუშაობდი პანამა სიტიში რადგან ცხოვრობდით ისიც რაღაცნაირი ისეთი ცოტა ქაოტური ქალაქია და დატვირთული, აი ძალიან მხუთავდა იქაურობა და გარეთაც არ მინდოდა გასვლა. ჩემ შემთხვევაში სულ არის მოთხოვნილება სიმწვანეში ყოფნის, სიმარტივის, კვება გახდა ჯანსაღი, აი რა ვიცი, შეიძლება რაც საქართველოში დავბრუნდი, 3 თვეა. ნუ ხო, 3 თვე არის. ამ 3 თვეში სწრაფი კვების, ესე ვთქვათ, junk food-ი ვჭამე მარტო ერთხელ. ისიც აი რაღაც ძველი ჩვევა მქონდა გამოყვანილი და საქართველოში დავბრუნდი და მოდი გავსინჯო როგორი გემო აქვს, ისევ ისეთი გემრიელია თუ არას ვარიანტში. ანუ ავტომატურად მიმიწევს გული ჯანსაღი პროდუქტისკენ, ჯანსაღი ურთიერთობისკენ. მესამე წელია მე ალკოჰოლს არ ვსვამ, ვიყავი სოციალური მწეველი და შესაბამისად აღარ ვარ არ ვსვამ კოფეინიანს არაფერს, გარდა ძალიან იშვიათი შემთხვევებისა, თუ უბრალოდ რაღაც მომინდა ამაზე არ ვეუბნები თავს დიდად უარს და მკაცრად არ ვუდგები და ძალიან ბევრს ვკითხულობ, ვითარდები. ადრე იყო რომ აი რაღაცა 2-3 საათი დამჭა დღის ბოლოს და მოდი ახლა წავიკითხავ, იმიტომ რომ კითხვა მიყვარს. ახლა რომელ წიგნსაც მინდა, დღის რომელ მონაკვეთშიც მინდა გადავშლი, დავწერ, წიგნის კლუბს ჩავატარებ, გოგოებს შევხვდები, ანუ ძალიან საინტერესო, სრულყოფილი და სავსე არის ჩემი ცხოვრება ვირთხების ბოლის მიღმა და მე შეიძლება ვუშვებ იმას, რომ მე თვითონ მქონდეს ჩემი კომპანია, კორპორაცია, რაც გინდათ დავარქვათ. მაგრამ ვიცი რომ აღარ დავბრუნდები კორპორატიულ სამყაროში, იმიტომ რომ ეს იმხელა თავისუფლება ყოფილა, რომ შენ თვითონ ადგენს შენ რუტინას, ცხოვრების წესს და რეჟიმს, რომ ამას არ გავცვლი არაფერს. მოკლედ, სულ ეს მინდოდა მეთქვა. საინტერესოა, ვინც ეს ვიდეო ნახეთ, ალბათ იმიტომ ნახეთ, რომ ან ვირთხების ბოლა რა არის დაგაინტერესათ, ან გაღვიძებული ხართ და გინდათ გასვლა, ან გასვლის პროცესში ხართ, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში პასუხად და რაღაცნაირად ჩემს კონტენტსაც ავაგებ ისე, რომ ალბათ მეტი მხარდაჭერა წამოვიდეს და ინსპირაცია და წმენა საკუთარ თავში, რომ თქვენ ამას აუცილებლად შეძლებთ. დროებით.